მშვიდობისაც ვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, იცით რომ დღეს შაბათია, ასევე მოგეხსენებათ რომ უყურებთ არაჩვეულებრივ პროექტ საქართველოს ფანოღი და ზუსტად 7 საათია მინდა გითხრათ აპლოდისმენტები სტუდიაში და გეტყვით რომ დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ტური სიმღერების სიყვარულზე. დიახ, მოგეხსენებათ. ნახოთ როგორი შეყვარებულები არიან ის 10 ადამიანი, რომელიც დარჩა და რომლებიც იბრძოლებენ 5,000 ლარისთვის. გამხნევება თქვენ, იმედი მაქვს რომ ჩვენი კონკურსანტებმა გაითვალისწინეს წინა შაბათ-კვირას უმკაცრესი ჟიურის რჩევები, იმედი მაქვს ამისი და ახლა წარმოგიდგენთ უმშვენიერეს, ულამაზეს, ჩვენ სტუმარს, უნიჭერეს მაკას ამბახიძე. დიდი მადლობა მაკა ჩვენთან ერთად რომ ხარ. უღრმესი მადლობა. არ შემიძლია რომ არ აღნიშნო, ესე იგი არაჩვეულებრივად გამოიყურებიან დღეს ჩვენი გოგოები. უმშვენიერესი ასევე ნინო, არ ვიცი. აი რა ვთქვა, არ ვიცი. ნინო ჩხეიძე. აი ენადამება ისეთი ლამაზები ხართ და სიმპათიური ბიჭები, ჩემი მეგობრები, ყველასთვის საყვარელი ადამიანები ბუთქნად და თამაზავ, ახტანგ ბიჭიკაშვილი და ნიკოლო წარაბიძე. მადლობა ბიჭებო, განწყობა კარგი აქვს ჟიურის, ალბათ იმედი მაქვს, იმიტომ რომ სიყვარული ხომ ყველაფერს მთელი სამყარო სიყვარულზე საუბრობს და აქამდე ჩვენ რომ მოვედით და მეც რომ მეტყველებ ეს ჩვეულებრივ სიყვარულის დამსახურება და ნახოთ ეს სიმღერაში როგორ გადაიტანეს ჩვენმა კონკურსანტებმა, რომლებიც გახლავთ პირველი გახლავთ ჩიხლაძე დავითი, შევეგებოთ. ამაღამ ჩემთან არახარ, ჩემ თვალწინ მხოლოდ მქებია, ვეღარს კარავში შემსულვარ, ვეღარს წინ გადმიხედია, ვეღარს კარავში შემსულვარ, ვეღარს წინ გადმიხედია. ეცე გადამავალ მგელინი, წინ დავყვები მდინარეს, რომ თვალი შუგზე შეგავალო, თვალები ტყნარად მდინარე, რომ კერი შუგზე შეგავალო, თვალები ტყნარად მდინარე. შემსულვარ, ვეღარს წინ გადმიხედია, ვეღარს კარავში შემსულვარ, ვეღარს წინ გადმიხედია. დავით ჩიხლაძე. შვენიერი დასაწყისი იყო მე მგონი, შეყვარებულია აშკარად, ხო? მოინდომა. ძიმია ეს ვიცი და დადე, იმიტომ რომ ბევრს ისაუბრებენ. აბა, ნახოთ, ნინო, კარგი, ნამდვილად ძლივს შესაბამებოდა ნომერი პროექტის სახელწოდებას და პროექტის აზრს. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი, რა ვიცი, რახან ჩვენ კვაყოფილები ვართ, რაღა მოკლოსაც. ძალიან კარგი იყო, მართლა სიმღერა ხასიათში იყო, აი ეს მოგიფიქრებია რაღაცა ისაც. ძალიან მშვენიერი სახალისო კარგი მუსიკალური ნომერი იყო. 10 კულა ნინოსგან, დავითს, დიდი მადლობა ნინოს. მაკა გისმენთ.
პირველ რიგში მოგესალმებით, რაღაც უცნაურ ამპლუაში ვარ. მაგრამ შევეცდები გავართვა თავი, იმიტომ რომ არ არის ეს ჩემი ჟანრი. მაგრამ მომეწონა მე თქვენი ნამღერი, ნამდვილად, აი ნინოს ვკითხე, რომ ცოცხლად მღერის თქო, იმდენად რაღაც სუფთად იყო ნამღერი და გამართულად რომ მე მომეჩვენა რომ ეს იყო ჩანაწერი და მადლობა თქვენ ამისთვის, ეს არის კომპლიმენტი, მიიღეთ როგორც კომპლიმენტი. ძალიან კარგი. 10 ქულა. 10 ქულა. აბა ვახო ნამდვილად მაგას ვეთქვი რომ ეს არა მარტო ჩვენი კონკურსატის დამსახურება, არამედ იმ კომედი არხის იმ საოცარი აპარატურის დამსახურება, რომელიც და ბატონი გიორგი მარგვერაშვილის, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. აპლოდისმენტები. ძალიან მომეწონა მეც და ჟანრი, რომელიც თავად არა მარტო დღევანდელ კონკურსში გიპოვია თქვენ და ძალიან გიხდებათ ეს მიმდინარეობა, ამიტომ შეგიძლიათ შემდეგშიც გააგრძელოთ, ძალიან კარგი იყო. 10-იან ჩემგანაც. 10 ქულა ძალიან კარგია და ნიკოლოზ უსმენთ. დიახ, ძალიან კარგი იყო პირველ რიგში, მეც დავიწყებ იმით, რომ ეს ყველაფერი სცენაზე ეს ნაბდით მერე თურმე სურპრიზი იყო და ნაბადი რო გაიხსნა და შიგნით მეორე ნაბადი რო ეცვა. არა. ხევსურული ფორმა ეცვა და არა სულ არაფერი. ერთიორად სასიამოვნო იყო. ხო. მე მგონი ძალიან კარგი იყო ყველაფერი ეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მონაწილეა და დაიწყო კარგი გასხნა იყო. გასხნა. დიახ, ჩემგანაც დამსახურებული 4. 40 ქულა დავით გილოცავ და აქვე მინდა დავამატრო კოსტიუმების იდეის ავტორის თავად გახლავთ, ასე რომ ჩვენ დავით დიდი მადლობა ამ განწყობისთვის. წარმატებები ჩემო კარგო, შენ უკვე მეორე ტური გარანტირებული გაქვს, რაღა გიჭირს და ვნახოთ თინათინ დათაშვილი საინტერესო ადამიანი, რომელიც ასევე ყოველთვის საინტერესოდ წარმოაჩენს ხოლმე თავის თავს და ვნახოთ სიყვარულს როგორ უმღერებს თინათინი. გთხოვთ. მარიტევრები მაინც სიყვარულს პირდება დიროდნენ ქრიზანთემები დიროდნენ გული თავისას არიშლით მაინც სიყვარულს დაეძებს ქრიზანთემების მორევში დაგეძებს არ ვიცი ევკალიპტები კენთები გული მაქვს მოსათევები ბერედები გული თავისას არიშლის მაინც სიყვარულს დაეძებს ქრიზანთემების მორევში დაგეძებს სულ შენი თინათინი დიდი მადლობა თინათინს ასე ვთქვათ ბრწყინავდა პირდაპირ და ვნახოთ ახლა ხმის ტემპს როგორ შეაფასებენ. ეს სიმღერა ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია ჩვენს რადიოში და ძალიან კარგად მაქვს ყურში ჩამჯდარი და ანუ შეიძლება მაგის ბრალიც იყო, მაგრამ არ იყო მაგის ბრალი, იმიტომ რომ არ იყავი ამ სიმღერისთვის მზად. შენ გადიხარ ხოლმე წინა ნომრებში, აი მუსიკალური რაღაცა უფრო ვიზუალით, დადგმით, ცეკვით და ეს ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად უნდა მიაქციო
სიმღერასაც ყურადღება და მინდა რომ უფრო მობილიზებული იყო, როდესაც მსგავსი ტიპის სიმღერას ასრულებს, სადაც არ არის რაღაცა ცეკვა და ისინი. ცეკვა და ისინი რა კარგია. ცეკვა და ტაშფანდური სადაც არ არის. ნუ ბევრი ლაპარაკის გარეშე დღეს დაგიწერვიანს. 8 ქულა ნინოსგან, მაკა უნდა მოვისმინოთ თქვენი მე მანენია. პირველად მოვისმინე სიმღერა. მინდა გითხრათ, მე დღეს რადგან მოწვეული სტუმარი ვარ, ვიქნები კეთილი და დავწერ უმაღლეს სკოლას, დაუწერ ყველა მონაწილეს, მაგრამ იცი რა მომეწონება, ისეთი კოსტიუმი გაცვია, რომ მომეწონებოდა რაღაც რუმბას ელემენტები, რომ ჩაგერთო და რაღაც სკეცეკვა, რაღაც მსგავსი, იმიტომ რომ აკეთებს ხოლმე ასეთ ხო რაღაცებს. და აი დღეს რატო გამოტოვე ეს ამბავი? რაღაც მიზეზი გექნებოდა, მაგრამ დღეს ნელები იყო და ამის გულისთვის მე არ დაგაკლებ. ათიკულავ შენიერი დიდი მადლობა მაკას. ვახო. ძალიან კარგი იყო. მე არ მაქვს ეს სიმღერა გამჯდარი ყურში, მაგრამ ვიცი ვინც ასრულებს და დიდად ხო, მოდი არ ვილაპარაკოთ ბევრი ცხრიანი, მინდა დავწერო დღეს. 9 ქულა, მშვენიერი ესე იგი 8, 9, 10, 11 არა, რაღაცა კონტრიალე. ხო, პირველ რიგში მე მაკას მინდა უხსნა თუ კი არა აქვს ეს ყველა გამოსვლა. ნანახი ხან არის მაია წნეთელი, ხან ვალერი ლეონტიევი. ეს არის პჩელა მაია. და ასე შემდეგ. სულ რაღაც პჩელა მაია, ხო იყო ასეთ რაღაც. ხო. რა ვიცი, ჩემი აზრით მაინც მიუხედავთ იმისა, რომ რაღაცები ნინომ შენიშვნები განაცხადა. მე 9-ს დაგიწერ დღეს. ესე იგი მშვენიერი 2 9-იანი, 1 8-იანი, 1 10-იანი. მშვენიერი შეფასებაა წარმატებებით ინათის. აპლოდისმენტებით გავაცილოთ და ასევე შევეგებოთ აპლოდისმენტებითვე გიორგი დავდგირიძეს. მოგესალმებით. დაშები მეგობრებო. ამ ქვეყნად მხოლოდ შენ ერთს გინადრე, სიყვარული გზებს გამინათებს შენამდე. მოვალ და ოცნებებით გაგარბო, მათვალების შიდა მატრობს ამ ღამეს. მიყვარხარ იცოდე სულ მუდამ მეყვარები, გეძებდი გიპოვე ნუ არ გამეკარგები, გამიტბე ოცნება ნუ არ გამებუდები, ავად ვარ მომარჩეს შენი თქმილი ტუჩები. თუ იცებთ მე გამიხარდება. ქვეყნად შენთვის გაჩენილ ხარ, ჩემი ფიქრი და ნატრა შეხარ სინათლე. მოვალ და სიყვარული დაგათმო, შენი სურნელება დამათრობს გინადრე. დაშები მიყვარხარ იცოდე სულ მუდამ მეყვარები, გიძებდი გიპოვე ნუ არ გამეკარგები, გამიტბე ოცნება ნუ არ გამებუდები, ავად ვარ მომარჩეს შენი თქმილი ტუჩები. მიყვარხარ იცოდე სულ მუდამ მეყვარები, გეძებდი გიპოვე ნუ არ გამეკარგები, გამიტბე ოცნება ნუ არ გამებუდები, ავად ვარ მომარჩეს შენი თქმილი ტუჩები. მიყვარხარ იცოდე სულ მუდამ მეყვარები, გეძებდი გიპოვე ნუ არ გამეკარგები, გამიტბე ოცნება
ეხება უღარგანე ბუდები ავად ვარ მომარჩეს შენი პირი კუჩები გიორგი დავგირიძე ასეთი ცეკვა მე არ მინახავს არსად ესე იგი თავიდან რო დაიწყო მეხი დამეცა რა ჩაამთავრებს ამ სიმღერას თქო მაგრამ ისე გამოძვრა და აი იცი რა მაინტერესებს აი რა პრინციპით თulis თუ აი როგორ ეწევი ამ რითმს ვერე რასაკეთებ არ ვიცი რა აი ძალიან მაინტერესებს ეს რაღაცა საკრალური ის აქვს მეთოდი ამის ხო აი ყოველთვის ის არის აი მე არ ვიცი მე რა მეთოდი აქვს მაგრამ აი შენ უმაღლესი ქულა იმისთვის რომ აი დამსწრე საზოგადოება ისე გაართე დღეს რა თან უნდა მითხრა ეხა გულწრფელად რომ ვის მიუძღვენი ეს სიმღერა რა ვიცი რა იცი მეუღლესო მეუღლეს აი როგორი შეყვარებულია სახელი გამახსენე ნანა ნაცვლიშვილი არა შენი სახელი გამახსენე ნუ დაიბენე გიორგი აი შენ ასეთი დიდი სიყვარულის მე 210-იანი დიდი მადლობა გოგოებს დიდი მადლობა აი ერთ ბიჭსაც დიდი მადლობა მოიცოდეს ახლა გიორგი ბრაკაც სიმღერის ამ სიმღერას აი ველოდებოდი მინიმუმ მის ჩაცმულობით თუ წარმოგვიდგებოდა ნამდვილად უმაღლეს ქულას კიდევ გამტკიცებულად ავწევდი მოკითხვა შალვა მორელს ჩვენგან 10-იანი 310-იანი მადლობა ვახოს მადლობა გოგოებს და ნიკოლას ჩვენგან შაკოს აუც კარგი იყო ყოველ შემთხვევაში ის რასაც მე ვოკალურად არ დავიწყებ ახ შეფასებებს ურალოდ მეტყვი რომ ყველაფერი იყო ჩემი აზრით ძალიან მხიარული პირველ რიგში რისთვისაც ვართ შეკრებილები აქ პოზიტივი და მე რა მინდოდა იცი ისე გულმოდგინე დღერო და ცოლი თუ ყავდა არ ვიცოდი და მეთქი თუ ამას არ აყავს და შევარცხვინე ის გოგო რო არ წამოყვება მეთქი ცოლად ამ სიმღერის მერე წამოყოლია უკვე და აკბზანდება ჩემი მეუღლე აპლოდისმენტები ნაცვლიშვილების ასულს ესე იგი ფაქტიურად დღეს ნაცვლიშვილებს მივეც დათიკულად ჩვენ და არა თავდგირიძეებს კი ბატონო ესე იგი კიდევ ერთხელ მე მგონი ვაჟიც აქ არის მერე თუ იქნება საშუალება გამოხუხული მამა ოჯახი აქავალთ რა ვიცი გამოხუხული მამა გაიხარეთ დიდი მადლობა აპლოდისმენტები გიოს და მის ოჯახს ასეთი მშვენიერი სიმღერისთვის სიყვარულის ტური მაინც სიყვარულის ტურია და ომარ პაიკიძე ჩემი ტკივილი რომ ნელ-ნელა ბორცვი მიხდება და ვნახოთ დღეს რას გააკეთებს მაინც კაცი ალბუზი აპლოდისმენტები ომარს მოგესალმებით სიმღერას ვასრულებ ბატონ დავით არჩვაძის რეპერტუარიდან ტექსტის ავტორი გახლავთ დეკანოზი თამას ჩოხელი და დიდი მადლობა მათ რომ მომცეს უფლება სიმღერის შესრულების გოცონიანა ჩემი სიმღერები შენ ჩემი ცხოვრების ერათა პირი მაზეს დაგიგონება და თამაში ჩავაგაცანა ოცონებობ სულ შემიგერქო ისლებს გამოადანა ჩემს გულის კივილებს სიმღერას კივდერებს ხარი ნადარევენ ძელა შესახელს დავარქავე ფიქსისე უმოსხურდა დარი ისლებს გამოადანა ჩემს გულის კივილებს სიმღერას კივდერებს
ნისთელებს კანი ნადარევენ წელას შენ სახელს დავარქამე ფიქსისეულ მოსღურდა შენი მონატარების შორეულ ბილიგებს თავალახარავი ჩამაგი მოყამე თვალებს გიგოცანი არა ჩემი სიმღერები სულს შენი მოშოვენებით ამოკვდე შორს თებში ცისკიდევ ანთებს ალიოს ფუტკარი ხოვავილთან მივა დაისვარივი ჩემს წმინდა ოცნებებს ექნებათ მზიანი დილა შორს თებში ცისკიდევ ანთებს ალიოს ფუტკარი ხოვავილთან მივა დაისვარივი ჩემს წმინდა ოცნებებს ექნებათ მზიანი დილა არაგვი ჩემსავით აიმღვრევა ცხელი მზე ხორბლის ფრად მომედება შენ თუ დამაჩოქებ სიყვარულო თორე მე სხვა რა მომერევა ფიქსისეულ მოსღურდა ომარ პაიკიძე ბევრი ვეცადე, მაგრამ რა ვქნა, არ გამოგვივიდა ცეცხლი, ყვამლი ხო იყო? არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი კმაყოფილება დღეს და მადლიერება, იმიტომ რომ გაითვალისწინეს ამ ადამიანებმა ჯერჯერობით ვინც გამოვიდა, აბსოლუტურად ყველა ადამიანმა გაითვალისწინა ყველა ის შენიშვნა იქნებოდა თუ ჩხუბი ჩვენ ცოტა მკაცრად აღარ ვიცოდით ბოლოს რა გვექნა, მაგრამ ძალიან გაჭრა, საერთოდ არ ვნანობთ და ესე იგი ძალიან კარგი გვექნია ჩემო ვახო. ხო ესეა? არა, სხვა იყო. ძალიან კარგი იყო, მართლა დიდი მადლობა. ათიქულა შვენიერი. მართლა ძალიან კარგი იყო, აი მომეწონა, ლამაზი შესრულება იყო და მე ვფიქრობ, რომ დათო კმაყოფილი უნდა იყოს, რომ მოისმენს, არა? და შენი ტემბრი მინდა რომ აღვნიშნო. დათო ყვავდა ორი გადაცემის წინ. ბარხატოვანი და კარგი სასიამოვნო ტემბრი გაქვს. ასე გააგრძელე. ორი გადაცემის წინ ყვავდა დათო ადრე გემღერა კაი იყო, მაგრამ როგორც ჩემი ნიკა იტყო და მაგრამ ეხლა ძალიან კარგი იყო. ბონუს კულებს მიიღებდი დათოსგან. შვენიერი. მადლობა 2 ათიქულა, შვენიერი. ნენელა წამოვიწიეთ მთადაბარი გასწორდა, ავერიტყვით, წამოვიდა გავივაკეთ ესე რომ თქვა ჯერჯერობით. კარგია. კარგი იყო, ნამდვილად მომეწონა. თავის ჩანართით იმ ლექსით, რაღაცა ორიგინალური ფორმა იყო და ძალიან გავდა დათოს ტემპს და ძალიან მოგიხდა ეს სიმღერა, მინდა გითხრა ჩემო კარგო. 10-იანი ჩემგანაც. მადლობა. ადასარევი. 3 ათიქულა და ნიკოლოზ. დიახ, მეც ცუდს არაფერს ვიტყვი, მინდა აღვნიშნო რომ კარგი იყო და სხვათა შორის ეს ტემბრი ჩემი ეს ძალიან უხდება ისეთ აი კახურ ცოტა კახურ სიმღერებს რაღაცნაირი ისეთი ტემბრი აქვს რა ჩემი აზრით ეს სუბიექტური ვარ შეიძლება მე ამაში მაგრამ ცუდს არაფერს ვამ კარგი იყო მინდა გითხრათ და დამსახურებული ათიქულა გილოცავ ჩემო კარგო გილოცავ წარმატებები შენს გარანტირებული გაქვს შემდეგი ტურისთვის ჯერ უნდა დაველოდოთ რა იქნება რა ტური მაგრამ აუზებად მოგიწევს სიმღერა შემდეგ ტურში და დღეისთვის ბოლო მონაწილე გახლავთ მარიამ ცქვიტინიძე აღარ მოდიხარ ირგული მხოლოდ სადა თვალია ცივია ფიქრი მოგონება უკვე შორია სტულამან დღები თეთრ გაზაფხულს აღარ
პასუხად ჩემი წრემლია სულამან დღებით ეთრა გაზაფხულს აღარელია აღარ მიყვარ ხარ შენს პასუხად ჩემი წრემლია Sărămălia Sulaman thabit etraga zapus Agharălia Aghara mikhvar khar shens pasukhar Shemit sărămălia Shenimet sarielat gilsam yusem Sul shirom tkiva Shanit შუქი მათბობს დღეს როცა მაცივა ის ფერცა გულს გაგიშალი ვარსკვლავ თამაზივა შენადავიდრო ხობა უნაპირო წვერვა თანამივა ის ფერცა გულს გაგიშალი ვარსკვლავ თამაზივა მარიამ ჭკვიტინიძე, დიდი მადლობა მარიამს და შევაფასოთ. ეს ვისი სიმღერა იყო? ჩემი სიმღერა. შენი? სიმღერა მართლა კარგი იყო, მომეწონა, მაგრამ არ მომეწონა ის, რომ აბსოლუტურად ვერ გავიგე რაზე იყო, ანუ მარტო მელოდია გავიგე და შესაბამისად ისე იყო ნამღერი, რომ ეს დამიჯერე ესე რომ გააკეთო საერთოდ არა კომერციული იქნება და ვერავინ ვერ გაიგებს თუ რა სიმღეროდი. თვითონ სიმღერა რომ გააკეთო ეს სხვა არანჟით და ჩაწერო სხვა მანერით კიდე კარგი იქნება. ამ ვერსიით არ მომეწონა ნამდვილად, იმიტომ რომ არ მესმოდა საერთოდ რა სიმღეროდი. სიმღერა მომეწონა. ცხრიანი. 9 ქულა ნინოსგან, მაკა გისმენთ. დიდი მადლობა ნინოს, მაკა. მარიამ, რა ვიცი, მე რა გითხრა, მე მომეწონა. ფიქრობ, რომ შენი სტილი გაქვს. როგორ გითხრა? ისე მღერი, როგორც უნდა იმღერო, მე მგონი ეს ამ ჟანრში. რაღაც შენი ვიბრაცია გაქვს, ტემბრი გაქვს, უბრალოდ ნინოს დავეთანხმები იმაში, რომ ტექსტი არის მოდა, რაზე მღეროდი, აი ეს არის მოდა და უფრო მკაფიოდ თუ გამოთქვაო ტექსტს, უფრო კარგი იქნება და გაითვალისწინე, კარგი იქნება და ამის გულისთვის ახლა ქულას არ დაგაკრებ.
სიმღერა კარგი. 10 ქულა, დიდი მადლობა მაკას. ვახო. მეც ნამდვილად მომეწონა სიმღერა, ძალიან მელოდიური სიმღერა იყო. ნუ არ შევალ იმ ტექნიკურ დეტალებში ისაუბრეს პროფესიონალებმა, ძალიან მომეწონა, წარმატებები უსურვოთ მარიამს და მეც მინდა 10-იანი დავუწერო დღეს. 10 ქულა შესანიშნავი, დიდი მადლობა და დიახ, რაც შემეხება მე, ჟიურის მეოთხე და განსაკუთრებულ წევრს. ჩემი აზრით მინდა მოგახსენოთ. მე მომეწონა ძალიან, იმიტომ რომ ჩემი აზრით აი ასეთი ცოტა ტემპიანი სიმღერები ძალიან უხდება. ძირითადად ძვირფასი მარიამი ცოტა ისეთი იმითი არა ზოგადად მინორულ სიმღერებს ვღერის. არა, მინორულ სიმღერებს ვღერის და ძალიან ცოტა ისე და ეს ცოტა მომეწონა და რაც კარგი იყო. ტექსტს რაც შეეხება, მეც ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, თუმცა მაინც მოდი დღეს 10-ს დაგიწერ. მშვენიერი შეფასება 10 ქულა გილოცავ, ჩემო ძვირფასო, თქო დაიკავო თქვენი ადგილი. აი ესეთი იყო დღევანდელი დღე. ვფიქრობ, ერთობ საინტერესო იყო ჟიურის შეფასებები და კარგი ქულების დაიწერა დღეს. ჩვენ კი ხვალამდე დაგემშვიდობებით და ვნახოთ უკვე ხვალ როგორ გაგრძელდება ქულების მაღლა თუ ქვემოთ დაიწერს ცვენას ქულები. მოკლედ ხვალამდე 7 საათზე ზუსტად კომედი არსე დროებით.